მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული და ეს გული და ეს სული ქრისტესი იყო. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს, ეს მისა შინაგანი სამყარო. ანუ ქრისტე კრავს, როგორც ქვაკუთხედი, ლოდი თავსაკიდური, რომელიც კრავს თითოეულ ჩვენგანს ერთ მასთან და ერთმანეთთან. ამიტომ ჰქონდათ ერთი გული, ერთი სული, ყველაფერი საერთო ჰქონდათ და მოციქულები დიადი ძალით, არა ძალით, არამედ დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, ანუ მის ღმერთობას ფაქტიურად, აღდგომის დამოწმება, ეს არის ღმერთობის დამოწმება, მოწმობდნენ მის აღდგომას და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე. აი ესეთი ძალმოსილი იყო ეს მცირე სამწყსო, რომელიც ფიზიკურად, აბსოლუტურად დაუცველი იყო. ფიზიკურად ნულოვანი ძალა ჰქონდათ და ამ დროს შინაგანი როგორი რესურსი იყო და შედეგიც როგორი დაიდო. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ზუსტად ეს გვჭირდება, ყოველთვის გვჭირდებოდა ქრისტიანს ესეთი ძალა და ასეთი ერთობა, ძალა და ერთობა. ეკლესიას თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ძლიერი და უნდა გქონდეს ერთი სული და ერთი გული, თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ქრისტიანები. ცალკე ძალა გქონდეს, ერთობა არ გქონდეს, ერთობა გქონდეს, ძალა არ გქონდეს, ეგრე არ გამოვა. ერთობა უნდა გქონდეს და ძალაც უნდა გქონდეს. ფოთაშორის ადამიანს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ძალმოსილება რომ განიცადოს ღმერთისა, ეს ხო უჭირს. მაგრამ არანაკლებად უჭირს ერთობა. ნუ და გავიწყდებათ, თქვენ ხართ ცოცხალი უჯრედების სხეულისა, რომელიც არის ქრისტეს სხეული. თქვენ ხართ ცოცხალი ლოდები სახლისა, რომელიც არის ასევე ქრისტეს სხეული. ეს ცოცხალი ლოდის და ცოცხალი უჯრედის თუ ვერ გძნობს მთელი შენობის ან მთელი ორგანიზმის ერთიანობას და მასთან ორგანულ კავშირს და თუ მით უმეტეს თითოეული ნაწილი რაღაცას აპროტესტებს სხვა ნაწილის მიმართ, ამას გახსოვს პავლე მოციქული როგორ ლაპარაკობს. ერთ სხეულის ერთმა ნაწილმა მეორეს რო უთხრავს შენ რაში მჭირდები. გესმით? და აი ეს ზოგიერთ თქვენგანს ჭირს და ეს ზოგიერთი თქვენგანს რო ჭირს, ყურადღება გაამახვილეთ ამაზე. ნუ მოდიხარ თქვენი ინდივიდუალური და უпроსტოდ ეგოისტური რელიგიური გზნობების დასაკმაყოფილებლად. თქვენ ხართ არათუ ოჯახით ვერ გამოხატავს ეს სიტყვა, იმიტომ რომ ოჯახი დღეს ადრე ალბათ კი და დღეს ოჯახმა საკრალურობა საერთოდ დაკარგა. ოჯახმა, ქორწინებამ, გათხოვებამ, ცოლის მოყვანამ საერთოდ დაკარგა. ქალობამ, კაცობამ, შვილობამ, დედობამ, ბებიობამ, ბაბუობამ, ყველაფერმა აი საკრალურობა დაკარგა. ამიტომ ვერაღარ აღიქვამს ადამიანი. რას ნიშნავს ოჯახი? ამიტომ გეუბნებით ორგანიზმს ხო ან არის ან არ არის, ხო ვერ დაშლი ნაწილ-ნაწილ. აი ეს არის. ამიტომ თითოეული ჩვენგანი უჯრედია. იმ ორგანიზმისა, რომელსაც სამრელო ქვია. სამრელო თავისთავად უჯრედია იმ ორგანიზმისა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცალკე კიდე უჯრედია, ცოცხალი, რომელსაც სოფლიო მართლმადიდებლობა ქვია. და ეს არის ერთმანეთისგან განუყოფელი, რომლის განცდა არ გვაქვს. ხშირად არ გვაქვს ადამიანს არ აქვს სამრელოში ერთიანობის გაცდა, ხშირად სამრელოს შეიძლება არ ქონდეს რომ იმის განცდა რომ ერთიანია მთლიან დედა ეკლესიასთან, ადგილობრივ ეკლესიასთან და შეიძლება ადგილობრივ ეკლესიაში რაღაც განცდა იყოს ერთობის, მაგრამ სოფლიო ეკლესიასთან განცდა არ აქვს და ეს განცდა ერთობის ყველა საფეხურზე ერთობის თითოეულ პიროვნებას უნდა ქონდეს თავის შიგნით. თითოეული ჩვენგანი უნდა ატარებდეს სოფლიო ეკლესიის სავსებას. თქვენ რო ეზიარები და ზიარების წინ რო ამბობთ რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ეს კათოლიკობა ნიშნავს რომ სოფლიო ეკლესიის ორგანულ ნაწილად აღიქვავთ თავს. და თუ ასე არ ახარ და დღეს არის ძალიან მოდაში სამწუხაროდ საკუთარი პატრიარქის განკითხვაც, რასაც არ ვაკლებდით ჩვენს ღვთოვან მამას და ასევე სოფლიო ეკლესიების, სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქების განკითხვა. ძალიან ადვილად განიკითხავენ. იმის პატრიარქს. ზოგს ის არ მოსწონს, ზოგს. როგორც შენი პირადი მამათთავრის განკითხვა არ შეიძლება, ისე სხვა ადგილობრივი ეკლესიის მამათთავრის განკითხვა არ შეიძლება. დავანებოთ თავი, ეს არ არის ჩვენი საქმე. საიდან უნდა ვიცოდე ახლა, ჩემ მეზობელს რა ჭირს ის არ ვიცი და საკუთარ გულში რა მაქვს ის არ ვიცი და
რომელიღაც ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარის გულში რა ხდება, ეს ვიცი მე? გესმით? რატო ხდება ესე? არა გვაქვს ერთიანობის განცდა მსოფლიო კათოლიკე ეკლესიასთან, კათოლიკე საყოველთაობის გაგება. ამიტომ ეს ერთი სული და ერთი გული რომ უნდა გქონდეს, ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია ჩვენთვის და ამიტომაც ჩვენ ვერ ვგზნობთ რწმენას, როგორც დიდ ძალას, ამასოფლის სულის დამარცხებელ ძალას ჩვენში.